Грузины — это потомки тех народов, которые вообще когда-либо жили на территории Западного Закавказья и существуют по сей день. То есть, наши непосредственные предки тоже жили на территории Западного Закавказья. Основанием для этого целиком служит весь тот материал, который сегодня находится в нашем распоряжении. Я, сегодняшний антрополог, могу ошибаться в этом, и будущие антропологи, возможно, обнаружат какие-то отдельные типы на территории Грузии. Это возможно. Теоретически это не исключено, но практически, по моему мнению, это исключено. Но на сегодня тот материал, который находится в нашем распоряжении, дает нам полное право рассуждать о том, что грузины являются потомками людей, когда-либо живших на территории Грузии, и они ниоткуда не пришли, и, к счастью, никуда не ушли, живут здесь и по сей день. დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და დღემდე არსებობს. ესე იგი, ჩვენი უშუალო წინაპრებიც დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამის საფუძველს გვაძლევს მთლიანად ის მასალა, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის დღეს. პროფესორი მალხაზ აბდუშელიშვილი. დღევანდელი ანთროპოლოგი შეიძლება მასში შევცდე. შეიძლება მომავალმა ანთროპოლოგებმა აღმოაჩინონ საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც განსხვავებული ტიპები. შეიძლება. თეორიულად ეს გამორიცხული არ არის, პრაქტიკულად ჩემი საზრით გამორიცხულია. მაგრამ დღესდღეობით ის მასალა, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის, გვაძლევს სრულ უფლებას ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ქართველები შთამომავლები არიან საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე, ოდესმე მოსახლე ადამიანებისა, რომ ისინი არც საიდან მოსულან და არც არსად წასულან სადებიელო. დღემდე ეს როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილი თავის ქალები დაათვალიერა გერმანელმა ანთროპოლოგმა რუდოლფ ვირხოვმა, მან თქვა, რომ ის თავის ქალები, რომელიც აღმოჩენილია საქართველოს უძველეს დედაქალაქის მცხეთის ტერიტორიაზე, გრძელთავიანები, ანუ დოლიქოკრეფალები არიან, როგორც ანთროპოლოგები მას მოწოდებენ, ხოლო თანამედროვე ქართველები ბრაქიკალები, კეფალები, ანუ მოკლე ფართოდ თავის ქალების მქონეები არიან, ამიტომ მათ შორის არავითარი რათესაური კავშირი არ შეიძლება იყოს. მხოლოდ შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ გამოირკვა ეს ამბავი, რომ აი ესეთი ცვალებადობა, ასეთი შეცვლა ამ ტიპისა, ეს სულად კანონზომიერი მოვლენაა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ეს არ იცოდნენ და ამიტომ ქართველები საქართველოში მოსულ ხალხად მიიჩნიეს. ქართული მეფური სიტყვა და სადღეგრძელოს ხაპრული, ფერხულში ჩაგმული, გულით გულში ჩაკრული საქმე ჩვენი ქართული, ქართული, ქართული სილამაზე ქართული, ძარცული, ქართული, სული სულ შემართული, ზოლა და სიცოცხლე